ტარიფები როგორც მოსალოდნელი იყო გაიზარდა, ამ განწყობილების მიღება სემეკი აპირებდა ჯერ კიდევ ზამთრის დასაწყისში, მაშინ კობახიძემ გადაადებინა, გეგონება კაი საქმე გააკეთა ამით, დაგროვდა პრობლემები და როგორც გაწელილი რეზინის ეფექტი რო არის, ახლა თალად ერთბაშადაც ჯერ კიდევ არ მოგხვდა, იმიტომ რომ მოგხვდება მაშინ, როდესაც ტარიფი ძვირი იქნება და სახში ელექტროენერგია არ გვექნება. აქეთკენ მივდივართ. შეიძლება ჩემი შეფასებები ცოტა უფრო გაზვიადებულია, მაგრამ თქვენ როგორც სპეციალისტ მინდა ობიექტური შეფასება ვითარების აღწერის გთხოვოთ. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ამ თემაზე საუბარი და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის, რომ სემეკმა დღეს მიიღო ობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ის პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ იქ, ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების თანახმად თვლიან ტარიფს. ჩვენ და თქვენი ეთერითაც და ხშირად ვამბობდით იმას, რომ ტარიფი აუცილებლად გაიზრდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გადამცემი ქსელები და არა მხოლოდ გადამცემი ქსელები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში დღეს. ნებისმიერი ქარი, წვიმა, თოვლი ან აწეული ტემპერატურა ავტომატურად იწვევს ელექტროენერგიის გათიშვას. მაგრამ მოდით ამ ყველაფერზე სანამ აქამდე მივალთ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ 2026 წლის იანვარში საქართველოს კინაღამ ჩაქრა. და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ჩათვალეთ გმირობის ტოლფასის აქციელი ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ და იქ მომუშავე მაღალი რანგის სპეციალისტებმა, ენერგეტიკოსებმა, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვეყო ელექტროენერგია, მათ შორის იმპორტი პირველად განვახორციელეთ იანვრის თვეში, თქვენ წარმოიდგინეთ თურქეთიდან და აქამდე ჩვენ ყოველთვის ვიყავით ის ქვეყანა, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებდა თურქეთში და ახლა ჩვენ ვიქეცით საიმპორტო ბაზრად. ამის სიმთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ როგორც ყველა ქვეყანა, მოდით ვაღიაროთ ის, რომ ელექტროენერგია დღეს აღარ არის უკვე ეგრეთ წოდებული ფუფუნება, არამედ ეს არის ჩვეულებრივად მეცნიერებიც კი ამბობენ, რომ ეს არის ქვეყნის ხელთ არსებული ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი. ხოდა აქედან გამომდინარე, სწორედ იმას მინდა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთმა ბოლო წლების განმავლობაში ააშენა ატომური ელექტროსადგური, ააშენა უზარმაზარი ჰიდროელექტროსადგური, ამის პარალელურად აზერბაიჯანმა მზის ენერგიის მწარმოებელი ელექტროსადგურები ააშენა და აი ამ მოცემულობაში და აი ამ არქიტექტურაში, როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები ძალიან აქტიურად არიან გენერაციის ობიექტების მშენებლობით დაკავებულები, ჩვენ აღმოჩნდით აი ამ ეგრეთ წოდებულად რთულ ვითარებაში, როდესაც ვეღარ მივაწოდეთ და ვეღარ დავაკმაყოფილეთ ის გაზრდილი მოთხოვნა, რომელიც ქვეყანაში დაფიქსირდა. აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკის საყრდენი არის ის სტრატეგიული მიმართულება, რაც არის ენერგეტიკა. ფაქტია ის, რომ დიდრები ვართ ამ რესურსით. 20% გვაქვს გიორგი აფიქსირებული ჰიდროსი. მაპატი გაგაწყვეტნებ, მაგრამ ერთ-ერთი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, როცა საუბარი დაიწყო და შემდეგ მიმდინარეობდა, რისი დამოუკიდებლობაც ეკონომიკისა და სხვა სექტორებზე პირველი ყურში რაც ქართველს ხვდებოდა ჩაგვებეში და ეს არის ენერგო დამოუკიდებლობა. ეს რო ასე იყო და ეს რო ეროვნული უსაფრთხოების ნაწილიც იყო და სახელმწიფოებრიობის ნაწილიც იყო, ძალიან კარგად გამოჩნდა 2006 წელს, როდესაც როგორც პოლიტიკური ზომა ისე იქნა გამოყენებული, როცა რუსეთმა ჩაგვაბნელა ერთ დღეში და ყველანი აღმოჩნდა ძალიან რთულ მდგომარეობაში. იქიდან მოყოლებული ქვეყანამ დაიწყო უფრო სერიოზულად, სტრატეგიულად, ასე ვთქვათ, რეალიზება გარკვეული სტრატეგიის. ეს სტრატეგია შემდეგ თითქოს გადაიხედა რამდენჯერ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდით, რომ მთავარი საყრდენი, ასე ვთქვათ, მთავარი რესურსი არის ის, რისის შესაძლებლობაც საქართველოს აქვს. აი, ენერგეტიკის სამინისტროსთან დაკავშირებით მინდა კითხოთ და ზოგადად რა სტრატეგიული შეცდომები იქნა დაშვებული ამ წლების განმავლობაში. მოდით შევაფასოთ ძალიან ასე ვიწროთაც და ფართოთაც ეს მდგომარეობა. ენერგოუსაფრთხოება ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულ დეფინიციას ატარებს. ენერგოდამოუკიდებლობა არის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი ბუნებრივია არა ერთადერთი კომპონენტი. არსებობს energy management და energy regulation. ენერგეტიკის რეგულირებით არის დაკავებული სემეკი. ენერგეტიკის მართვით, ანუ მენეჯმენტით უნდა იყოს დაკავებული სამინისტრო ბუნებრივია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და ასე შემდეგ, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები. 2017 წელი. ეს არის ის წელი, როდესაც გაუქმდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. ეს არის ის სამინისტრო, იყო ის სამინისტრო, სადაც რეალურად ხდებოდა პროგნოზების ჩამოყალიბება და იმ გათვლების გაკეთება, იმ სტრეს-ტესტების ამუშავება, რომელიც შემდეგ უკვე სტრატეგიული თვალსაზრისით ემსახურებოდა ამ ქვეყნის ელექტროენერგიის გენერაციის შეფასებას. ბუნებრივია 10 წლიანი გადამცემი ქსელის განვითარების გეგმების ჩამოყალიბებას და ასე შემდეგ. აი ამ სიტუაციაში პირველი შეიძლება ითქვას, რაც
ჩვენთვის იყო, ანუ სექტორისთვის დარტყმა იყო ზუსტადად სამინისტროს გაუქმება. თუმცა შემდეგ ნახეთ, თითქოს დავიწყეთ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა და ეს იყო საუბარი ენერგეტიკის ბირჟის გახსნაზე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 2027 წლის 1 ივლისი არის დასახელებული უკვე 6-ჯერ გადადებული ბირჟის გასახსნელად და ჩვენ აუცილებლად უნდა გავხსნათ ბირჟა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებთ ხოლმე რა რისკები შეიძლება იყოს, ჩვენ დავდგებით კიდევ უფრო მძიმე რისკების წინაშე, რაც გამოიწვევს უკვე ფასების არასწორად ჩამოყალიბებას. იმიტომ რომ ბირჟა არის მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე ფასის ფორმირება და ავტომატურ რეჟიმში ჩვენ უნდა ჩამოყალიბდეთ ისეთ ქვეყანად, სადაც ინვესტორების ინტერესები გაიხსნას ეს ბირჟა 2027 წლის 1 ივლისს. 3 წელი შემიძლია გამოთქვა პროგნოზი, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ან ბირჟა არ გაიხსნება და შემდეგ ენერგეტიკაში კიდევ უფრო მძიმედ გვექნება საქმე და ან თუ გაიხსნება ფასების მატებაზე მიღებული გადაწყვეტილება არ იყო ბოლო გადაწყვეტილება წელს ან მომავალ წელს რომელიც იქნა მიღებული. მოდით ამაზე ასე შევთანხმდეთ, რომ თქვენს ეთერში კიდევ მოვალ, იმიტომ რომ მე ქალბატონ მარიამ ქრუიშვილთან მქონდა საუბარი და ბირჟაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებლად გავაკეთებთ შეთანხმებას. ასე რომ ნახოთ რა გამოგვივა აქედან და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებთ ამ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კერძო სექტორი არის მთავარი მოთამაშე ამ ბირჟაზე და ამის პარალელურად არიან მსხვილი მომხმარებლები. 2023 წლის მოდით ზუსტ თარიღს გავიხსენებ, 27 თუ 28 ივნისი იყო, როდესაც სექტორმა გაიგო, რომ ბირჟა არ გაიხსნებოდა. ზუსტად 3 დღით ადრე იმ თარიღამდე. ეს იყო იმხელა დარტყმა კერძო სექტორისთვის და მათ შორის სხვა ასე ვთქვათ დაინტერესებული მხარეებისთვის, რომ აი ამ რისკის ჰეჯირებამ გამოიწვია ის, რომ ინვესტორებთან მიმართებაში დაისვა კითხვის ნიშნები. რასაც მანამდე ჰქონდა ისტორია ნამოხვან ჰესთან დაკავშირებით, რამაც იმიჯურად დაგვარტყა და პლუს ამას ბუნებრივია გარკვეულწილად მოგვიტანა ძალიან სერიოზული ფინანსური ზარალი. მაგრამ მე მაინც არ ვიტყვი, გიორგი, რომ ჩვენ ფარხმალი უნდა დავყაროთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, არის სივრცე იმისათვის, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანასა და რა მხრივ აზიანებს ქვეყანაში პირველ რიგში ჰიდროენერგორესურსების ათვისებას ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს და ის მემკვიდრეობა, რომელიც ამავე ხელისუფლების პირობებში დაგროვდა მათ შორის ნამახვანის და სხვა ჰესების მშენებლობის ან გაუქმებასთან ან შეფერხებასთან დაკავშირებით. ზოგადად მსხვილი პროექტები ამ ქვეყანას ჭირდება ჰაერივით. ამისი მოწმე ვიყავით დღეს ჩვენ. იმიტომ რომ თქვენ ძალიან სწორად დაიწყეთ საუბარი იმაზე, რომ ფასებმა მოიმატა და რატომ მოიმატა. მთავარი მიზეზი რა არის ამ ყველაფრის? ეს ხომ მხოლოდ შედეგია. მთავარი მიზეზი არის გაზრდილი ენერგომოხმარება და ამ დროს გამოსავალი არის 3. 1. ან უნდა გადავიდეთ გრაფიკზე, რაც არ უნდა მოხდეს. მეორე, უნდა გავზარდოთ ენერგეტიკული თვალსაზრისით გენერაცია როგორც მზის, ასევე ქარის, ასევე ბუნებრივია ჰიდროს თვალსაზრისით. ან მესამე, უნდა გავხდეთ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. ამ სამიდან ერთ-ერთი სცენარით უნდა ვიმუშაოთ. ამიტომ რომელი არის სტრატეგიული, ამაზე რა თქმა უნდა, ენერგი მენეჯმენტზე პასუხისმგებელმა და პოლიტიკის შემქმნელმა უნდა ჩამოაყალიბოს თავისი სტრატეგია. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, პირველი აუცილებლად უნდა ავაშენოთ ხუდონი. წინააღმდეგ შემთხვევაში 702 მეგავატზე არის საუბარი. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, მაგრამ მაგის გარეშე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ჩვენი იმპორტდამოკიდებულების მაჩვენებელი და კიდევ უფრო მეტად დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ ტარიფთან დაკავშირებული საკითხები. ძალიან მასშტაბურ და სერიოზულ პროექტზე საუბრობთ. ხუდონი, აი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის კი არ დამოუკიდებლობამდე ისტორიის ნაწილი არის. იმის შემდეგ იმასაც მივხვდით, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ჩვენ გვჭირდება ენერგოდამოუკიდებლობა. მაგრამ იმასაც მივხვდით, რომ ჩვენ თუ არ მივხედავთ და მოულით ჩვენს ბუნებას, თუ არ გავითვალისწინებთ საქართველოს მდინარეთა ხეობებში არსებულ ეკოსისტემას, სოციალურ გარემოს, ამას სხვა მომსვლელი ინვესტორი ჩვენს ნაცვლად არ გაითვალისწინებს. აი, რა გაკვეთილები
დაგვიგროვდა და რა გაკვეთილი გამოვიტანეთ მთელი ამ ისტორიიდან და როგორ შეიძლება თუნდაც ხუდონის ამ იდეის და პროექტის რეალიზება ისე რომ ყველა ეს კომპონენტი გათვალისწინებული იყოს. პირველი ეტაპი რაც და რა შედეგს მოუტანს ეს შემდგომში მათ შორის ფასწარმოქმნას და ასე შემდეგ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. რატო ხუდონი? ხუდონი იმით პატარ-პატარებიც ხო შეიძლება სპეციალურად ვსვავ ესეთ შეკითხვებს, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს გაცილებთ სერიოზული საუბრის თემა არის, მაგრამ თქვენი როგორც სპეციალისტის მხრიდან მithumetes ასოციაციას ხელმძღვანელობთ განახლებადი რომ ის მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რა მთავარი უპირატესობები აქვს ამას ქვეყნისთვის და ხალხისთვის. გიორგი, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ამ ქვეყანას 3 მსხვილი პროექტის აშენების პოტენციალი აქვს. მეტი არა. ეს არის ნამოხვანი, ნენსკრა და ხუდონი. სხვა წარმოუდგენელია. უბრალოდ თქვენ რაც ახსენეთ გარემოს დაცვითი საკითხებიდან გამომდინარე მსჯელობს სწორედაც. პირველი შეცდომა რაც თავის დროზე მოხდა, იყო ის რომ კომუნიკაცია არ იყო ადეკვატური. ბუნებრივია მე მესმის რომ პროფესიონალები ცდილობენ ახსნან ეს ყველაფერი, მაგრამ საზოგადოება რომელიც ამ ყველაფერს ისმენს, მას სჭირდება ძალიან მარტივ კითხვებზე საფუძვლიანი არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი. ოღონდ ეს არა მას შემდეგ, რაც გარკვეულწილად მოხდება ინვესტიციის განხორციელება, არამედ მანამდე სანამ დაიწყება ეს ამ ინვესტიციის ჩადება. ამიტომ ამ კომუნიკაციის არქონამ გამოიწვია ის შედეგი, რომელზამდეც ჩვენ მივედით. ხუდონი უნდა იყოს პირველი პროექტი და იყო საუბარი იმაზეც, რომ მეგავატების რაოდენობა უნდა შემცირებულიყო, მაგრამ საბედნიეროდ ის იგივე დარჩა. ტექნოლოგიური პროგრესი იმდენად კარგად არის უკვე მსოფლიო დონეზე განვითარებული და ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც 100-წლიანი ისტორია აქვს ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით, რომ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ამისი პოტენციალი გვაქვს. ანუ საბჭოთა კავშირის დროინდელი სამშენებლო გარემოს დაცვითი რისკების მინიმიზება, ხა, მთლიანად შეუძლებელია. თქვენ ამბობთ, რომ თანამედროვე შესაძლებლობებით და პასუხისმგებლობით მიდგომით შესაძლებელია. ცალსახად შესაძლებელია. ეს შეძლეს სხვა ქვეყნებმა და უნდა შევძლოთ ჩვენც. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გაგვაჩნია. რეალობა ითხოვს ამას, ტექნოლოგიური პროგრესი ითხოვს, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის მაჩვენებელი ითხოვს, ჩვენი პოტენციალი ითხოვს, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ითხოვს, მწვანე ენერგიის დერეფანი ითხოვს. ყველა ეს პროექტი, რომელიც რეალურად გვაკავშირებს ჩვენ ევროპულ სამყაროსთან, სადაც ამ პროდუქტის, რომელსაც ელექტროენერგია ჰქვია, ექსპორტი შესაძლებელია და იქ გაცილებით უფრო ძვირად რეალიზება, რაც მოუტანს ამ ქვეყანას ეკონომიკურ დოვლაც, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით საოცრად გვჭირდება არა მარტო მსხვილი, არამედ მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურები, ქარის ელექტროსადგურები და მზის ელექტროსადგურები. აქ ჩვენ ვაწყდებით ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას და ისიც მინდა რომ აღვნიშნო თქვენი ეთერით, ეს არის ინტეგრაცია ქსელში. გადამცემი ქსელი დღევანდელი მდგომარეობით ამიტომაც მოიმატა ტარიფმა ერთ-ერთი მიზეზი. იმიტომ რომ არ შეიძლება გიორგი ავაშენოთ ჩვენ გენერაციის ობიექტი, ვაწარმოოთ ელექტროენერგია და იქიდან მე ვეღარ გამოვიტანოთ ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ არასწორი პოლიტიკით ვმუშაობთ. ამიტომ რო ვაწარმოებთ, ის უნდა მოვახდინოთ გზა უწოდებთ ჩვენ მარტივი ენით, გამოვიტანოთ ეს ელექტროენერგია. ელექტროენერგიას აქვს თავისი ციკლი. ეს არის ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, განაწილება და მიწოდება. საბოლოო მომხმარებლამდე მიტანა. ამ ციკლს გვინდა არ გვინდა აუცილებლად უნდა გაიაროს ელექტროენერგია. ამიტომ ეს გადამცემი ქსელები არის რა სავალალო მდგომარეობაში საბოლოოდ აი ამ თვალსაზრისით და უნდა მივიდეთ იმ შედეგამდე, რომ გადამცემი ქსელების მომზადებით და იმ 10 წლიანი გეგმის, ოღონ რეალისტური 10 წლიანი გეგმის შექმნით ჩვენ უნდა გამოვიტანოთ ელექტროენერგია და მივიტანოთ საბოლოო მომხმარებლამდე. ყველა ეკონომისტმა იცის აბსოლუტურად რომ როდესაც პროდუქტი დეფიციტურია, მასზე ფასი რა თქმა უნდა მზარდია. მაია, სანამ გაგიშევთ, უნდა გითხოთ, აი თუ კი უკვე მიმდინარეობს რაიმე დისკუსია და საუბრები, მათ შორის ხუდონის მართლაც ამ მსხვილ პროექტთან დაკავშირებით, რა მოდელები განიხილება ფინანსირების, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ მათ შორის ნამახვანის პროექტს რო აუქმებდნენ, იქ ითქვა, რომ ხარიბაშვილი იყო მეგონი პრემიერ-მინისტრი, ხო? რომ აი ამასო სახელმწიფო გააკეთებსო, თვითონო სხვა ფორმითო და ასე შემდეგო და ზოგადადო ენერგეტიკაშიო აწიო სახელმწიფო იქნება, ასე ვთქვათ, წამყვანი ინვესტორიც და მფლობელიცო, რაღაც დაახლოებით მსგავს მიდგომაზე იყო ლაპარაკი. ახლა იგივე სტრატეგიაზეა ლაპარაკი, თუ საუბარია რაღაცა ტიპის ან შერეულ მოდელზე, სადაც სახელმწიფო და ხალხი მონაწილეობს და ინვესტორები, რამდენიმე უამრავი მოდელი არსებობს ამ მხრივ. გამოვყოფთ ის 3 მოდელს. პირველი ეს არის სახელმწიფოს მიერ აშენება 100%-ით ოღონდაც
ოღონდ და წინ დაშვებით, რომ მას შემდეგ რაც მოხდება მისი აშენება, აუცილებლად უნდა მოხდეს შემდეგ უკვე რეალიზება. ანუ გაყიდვა აქციების. კი ბატონო, აქციების. მეორე მოდელი გახლავთ შერეული მოდელი, როდესაც სახელმწიფო და ინვესტორი თანაბარ წონადად შედის აი ამ პროექტში. ამ შემთხვევაში უკვე დაბალანსებულია და ინვესტორსაც აქვს გარკვეულწილად გარანტიები, იმიტომ რომ ის ბიუროკრატიული პროცესი, რაზეც არა მარტო მსხვილი ინვესტორი, არამედ მცირე და საშუალო ინვესტორებიც წუხან, აი ამ ნაბიჯს გაულის გვერდს. და ბუნებრივია მესამე ვერსია, როდესაც აბსოლუტურად ინვესტიცია არის უცხოური, ან თუნდაც ქართული, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ 1 მეგავატის შენებლობა ჯდება დაახლოებით $2 მილიონი და ეს არის ძალიან დიდი თანხა ამის გათვალისწინებით უცხოელი ინვესტორის მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ შესაძლებლობით თუ შემოვიფარგლებით.